ხო აქვს ავტოპილოტი. ყველა ავტომობილს ახლა რაც ახალია და ახალი კი არა, ჩემი 2007 წლიანი პრიუსი რომ ყავდა, იმასაც კი ქონდა ავტოპილოტი. მაგრამ ამას აქვს ფუნქცია, რომელიც მინდა რომ გამოვცადოთ. დააყენებ მაგალითად დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილს შორის რამხელა დისტანცია დაიცვას. დაახლოებით ავიღოთ მოდი 3 მეტრი. შემდეგ ჩართავ ისეთ ფუნქციას, რომლის დროსაც საერთოდ უშვებ ხელს და ფეხს ავტომობილს, უშვებ თავის ნებაზე და ის ზუსტად მიყვება წინ მიმავალი მანქანის მოძრაობას. ან თვითონ მიუხვევს, მოუხვევს. ფაქტობრივად იცი როგორი ავტოპილოტია აქვს ტესლას რო აქვს, რომ მიუშვებ და რო ზძინავთ ხოლმე დაახლოებით ეგეთი. შეუძლია მანქანას თვითონ მართოს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, სად მიუხვევს და მოუხვიოს და ძალიან მაინტერესებს ეს ფუნქცია, რამდენად კარგად მუშაობს და მეორე ავტომობილი რომ მოვა და რო გაგვიწყობა წინ, მაგას დავუტესტავთ და თქვენც განახებთ, რამდენად ამართლებს. თხა წინ მიდის ავტომობილი, რომელსაც მიყვება, ასევე გზა უნდა იყოს დახაზული აუცილებლად, რომ ზოლები არ იქვას მანქანამ და მაგის საშუალებით გააკეთებს ამ ყველაფერს. ეხლა ნახეთ. ცოტა გავსწორდეთ. აი აქ სეტს დავაწვევი. всё, მწვანედ მანიშნა, რომ შეუძლია უკვე ზოლების აღქმა და მე ხელი მაქვს გაშვებული. ნახეთ, იმან დაატორმოზა მანქანაც ეგრევე დაატორმოზა და საერთოდ გაჩერდა ისე. აი ფეხი მე აქ მაქვს. წავიდა თვითონ მიდის, ვაიმე. ფეხიც აშვებული მაქვს, ხელიც გაშვებული მაქვს. დისტანცია აქვს დაჭერილი წინა მიმავალ ავტომობილთან. აი თავის თუ ხობს.